ვარ ივანე ბოლქვაძე 6 წლის. სწავლობ მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი და ხატვა. უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთში არ დავდივარ და მინდა შევიდე. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. მე კარგად ვეღებ შორიდან დარტყმულ ბურთებს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხუჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში მინდა ვითამაშო 22 ნომრით. სახში მაქვს ორი კარგი ბურთი. კარგი ფეხბურთელი რომ გავხდე, მჭირდება 4 ბურთი. ყველაზე კარგად გამოდის ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. მე მიყვარს გოლების გატანაც. მე გატანილი მაქვს 10 კარგი გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მიურბოდი პასი მომწეს და ცოტა ახლოდან გოლი გავიტანე. ბავშვობაში მინდოდა გამოვშულიყავი ფეხბურთელი. ახლა მინდა გამოვიდე გემის კაპიტანი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მასწავლებელი მიწერს გულებს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე ამაღლობელი. ყველაზე ჭკვიანია ბაჭო. ყველაზე ბედნიერი მგონია დავითი. მე ვარ ყველაზე კოჩახი და სიმპათიური. ძღოლს რომ მოვიყვან იქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ დავითს, ალექსანდრეს და თამარს. ჩემ ცოლს დავარქმევ მარიამს. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ ვიქნები დიდი და ყველაფერი შემეძლება. ბავშვობა მთავრდება 15 წლის ასაკში. მე ძალიან მომწონს ჩემი ბავშვობა. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებო, ჩემი 2 ძმა და და. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია ნოე. ის არის მხიარული და ცელკი. ზოგჯერ მიშლის ნერვებს, როდის და შაბათს და კვირას. ჩემი აზრით ნოე გამოვა პოლიციელი. მეორე ძმა არის 1 წლის და ქვია გაბრიელი. გაბრიელი არის ტირალა და ჭამელი. გაბრიელი ალბათ გამოვა შენებერი. ჩემი დაიკოც 1 წლისა და ქვია ელისაბედი. ელისაბედი არის ლამაზი და მხიარული. ის ალბათ გამოვა ექიმი. მამიკო არის მშრომელი და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, ზურნუელი და თბილი. სახლში მყავს ძალიან კარგი ბებია, რომელიც მიკეთებს გემრიელ საჭმელებს. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული ხაჭაპური. მე მიყვარს სწავლა და უკვე ვისწავლე კითხვა. ყველაზე უფრო მომწონს ასო. არ მომწონს მ, იმიტომ რომ კარგად დაწერა არ გამომდის. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ყველაზე ხშირად ხატავ მანქანებს. ყველაზე რთულია მთის დახატვა. ადვილია სახლის დახატვა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ძაღლს. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სისრაფის ძალა. შემდეგ ბავშვს ვუტოვებ კითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ალექსანდრე ფარტენაძე. ის არის ჩემი მამინდაშვილი და მეგობარი. ბედნიერება არის საჩუქარი და თითქოსი ჩახუდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.